მოკლედ და კონკრეტულად. ძალიან საინტერესო ჩემი მესამე ძაღლი გადაერია. ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრენი ვართ. რაღაც დღეს ის არის ალბათ საერთაშორისო პოლიტოლოგთა დღე არის. ხო, ყველა პოლიტოლოგი გახდა, მოდი მეც გავხდები. ცოტა ხანი. მოკლედ ეხლა შოკიდან სანამ გამოვედი ვაიმე არანაირი შოკი არ მქონია. ტრამპი ცნობილი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში გარკვეული პუტინ მადიდებელია და რუსულმანი ადამიანი, ასე ვთქვათ, მისი თვალები დახატული ვიღაცა ტრაკზე მეჭეჭით ზელენსკის რაღაცებს ეუბნებოდა და კიდე იქ ვიღაცა რატო პიჯაკი არ გაცვიაო, რადგანის ხლე უნდა იყო რა პიჯაკი შედედა მოტყნო ხალხი ეხოცება და ბავშვები და ეს კიდე რატო არ გაცვიოს შესაბამისად. კაი, ამას თავი დავანებოთ. ძალიან საინტერესო მოვლენები ხდება მსოფლიოში. კონკრეტულად კი საბერძნეთს ავიღებ ახლა ამ შემთხვევაში. მთელი ამბავია მოკლედ. საბერძნეთში გამოსვლები პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. და საქმე მდგომარეობს რაში? პრემიერის და პრეზიდენტის საბერძნეთის არიან ევროკავშირის მომხრეები, პროდასავლელები, ევროპა გულია და თავისთავად, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა არის ისეთი რუსმადიდებელი და ისეთი რუსკაკ მოყარე, მე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ პირადად მან გამოცდილი, როგორ ერთხელ მომიწოდებდნენ, რომ რა არის რაღაც შევერთით ამ რუსეთსო და მორჩება საბერძნეთში ვიყავდი. ჩემგან თავის დედაზე ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება მოისმინა, რასაკვირველია, ამაზე დავამთავრეთ შემდეგ საუბარი. მოკლედ პრო-რუსები არიან. მოკლედ ამ ჩემის პუტინს თავისი იმით რა ქვია პატრიარქად წოდებული ხუიოზნაით ადამიანით გადაწყვეტილი აქვს აღადგინონ იმპერია მართლმადიდებლო, ჯერ სად მართლმადიდებლობა და სად იმპერია და საერთოდ სად ქრისტიანობა და სად სახელმწიფო. ეს ერთი ცდომილება და მერე კიდე სად 21 საუკუნე და რაის იმპერია, ბიჭო. აი ეს ყველაფერი არის საცეცები, მოკლედ ამ ჯოჯოხეთის ქვეყნის რუსეთი რო ქვია, იქ საბერძნეთში არეულობა, იქ ახლა ეს ტრამპი, კაი, მოიცა რა ჩვეულებრივი ვაჭრუკანა რა. თავისი ილონ მასკით ფაშისტით რა. აი ახლა საქმე მივიდა იქამდე, რომ ევროპამ და ამერიკელმა ხალხმა უნდა გამოაჩინოს ჭალი და ტკბილი. ჩვენებზე არაფერს არ ვამბობა, ეგენი არიან უკვე წითელ არმიელები, უკვე რაიკომის დივნობენ ბიჭები. მაგაზე არაფერს არ ვამბობ, ჩვეულებრივად ჩაბარდნენ რა. ხო და აი ახლა ვნახოთ რა იქნება საინტერესო მოვლენები რა. თუ დროზე არ გააჩერეს ეს ჩემის პუტინი. გამარჯობა მესამე მსოფლიო. ესეც იქნება და ბოლო რა. სადაც ვიწროა იქ აწყდეს რა. თუ სასჯირო იქნება მესამე მსოფლიო ომი ამ დედამოწყნული რუსეთის გასაჩერებლად. მაშინ უნდა დაიწყოს რა. იმიტომ რომ ესე უკვე გაგრძელება აღარ შეიძლება რა. აი ეს იყო ჩემი მოკლე პოლიტიკური მიმოხილვა და ეთყობა ცნობილი პოლიტოლოგის ამბავს გამოვიყენებ, ეთყობა ტრამპს დაავიწყდა ქართული ანდაზა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი დავითაო. აი ეგეთი ამბავია რა. კათი ხათ რუსებს რა. ეგრეა. ო, მთავარი დამავიწყდა, კაცო, რატომაც დავიწყეს. თემიდან თემაზე ხტუნაობა მაგარი ვიცი. ან საბერძნეთის მაგალითი რატომ მოვიყვანე. ეხლა ესენი ითხოვენ გადადგომას პრემიერ-მინისტრის და მის რა ქვია, პრეზიდენტის დაარჩევნებს და მერე დარწმუნებული იყავით ის დედანაქაჩი რუსეთი აუცილებლად ჩაერევა იმათთანაც არჩევნებში. არჩევნები რაღაც ძალიან კარგად იყენებს მაგასია რაღაც, უკვე სხვადასხვა ქვეყნებში არის რა, შტატები თუნდაც ავიღოთ დასვა თავისი გამოზდილი ხუიოზნაიტი. აგერ მოლდოვაში ცდილობდა და არ გამოვიდა, ჩვენთან რასაკვირველია მიაღწია იმასაც.
ახლა საბერძნეთის ჯერიც დადგა. მოკლედ აი ესე შემოიმტკიცებს თავისნაირ ბედამოთხოვნილებს, დასვავს თავის ხალხს და მერე თავის ჭკუაში ცდილობს აღადგინოს დიადი. ის რა ქვია, იმპერია. რაღაცა რა მგონია, ნახოთ რა სიზავს ამერიკა და ევროპა. ნახოთ. აბურთი და ამოედანი.